მაგა იგი? მეგობრებო, იქ ნახეთ მედაბატრი შევნიშნეთ, ინდათება რო არის. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე და ბადრი გადავიღებთ ისევ და ისევ ტყეში გადარჩენას. შევარჩიეთ მოკლედ დღეს ეს ადგილი, სადაც გავშლით ბადრის კარავს, გავტესტავთ. ბადრი, შენ კარავზე რამოდენიმე სიტყვას რო გითხრა? ჩემი სპონსორისგან არის და ეს არის Art Mountaining-ის კარავი. 4 სეზონიანია, მაგრამ უფრო ზამთარზეა გათვლილი, იმიტომ რომ სქელი ძირი აქვს და სქელი მატერიაა უფრო. ამის მაქვს სხვა და ეს ვნახოთ როგორი იქნება. დიდია საკმაოდ რა და ამიტომ ეს ადგილი მოვასუფთავე რომ აქ გავშალოთ. წესით უნდა დავატიო. საკმაოდ მკაცრი პირობები იქნება დღეს, რადგან როგორც ხედავთ ვარ თოლში, ასევე კაი სუსხი არის, შეატყობდით. შევდეგით მე და ბადრი კარვის გაშლას და საკმაოდ მარტივი გასაშლელი კარავი აღმოჩნდა ორი ადამიანისთვის. Შო? წამოვიღო ქართი. აღარ იყინა ეს რომ მიდე თოლში უკვე ზედ ეყინება. ძალიან თბილი ფეხსაცმელი მაცვია, ჩათბილული და მაინც გამეყინა ფეხები. ღამე რა იქნება? საიდან ექნება შედიას? კაი დიდი გამოვიდა. მეგობრებო, ამას ისიც აქვს გარშემო. არის თან დამჭერი თოკები რა. ნახე რა მაგარია. ხო. ვიდიდან უნდა გაჩვენო. უზარმაზარია. აი მეგობრებო, ესე გამოვიდა საბოლოო ჯამში. ბადრის კარავი, საკმაოდ სოლიდური ზომაა. ბადრი დადექი. ნახე რა მხელა. აი ეს მხარე და ეს მხარე არის რაღაც ნივთების და ეგეთების დასალაგებელი ფეხსაცმელი ჩათარამე რომ რაც არ გინდა რომ შიგნი შეიტანო. სიტყვაზე. შიგნით მაინტერესებს ახლა რა მხელა სივრცე იქნება. აი მე ჩავაჭობ და ეგრევე. ახლა განახებთ შიგნით რა მხელა სივრცე არის ბადრის კარავში. აი ესე გამოიყურება. კარავი საკმაოდ დიდი ზომის არის. სხვათა შორის იმ პატარისგან არ ველოდი ამ ხელა რო გაიშლებოდა რა. თავიდან რაც დავინახე. ეს წინაზე რო დაგიშველდათ ისა? ხო. კაინესტიანი არის. როგორია? ვაფშე სხვა კომფორტია რა. ძალიან კაია. საკაიფოდ რო დაღლილი, აიშო რა გინდა ეხა? საკაიფოდ რო დაღლილიყო ტყეში? ეგ ადამიგდეო. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ რომ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი და ბადრის არხი. მალე ავიდეთ 300.000 გამომწერთ. ბადრი, შენ ხო 300.000-იანი ხარ? კი. რამდენი გაკლია? ბიჭო, არ მახსოვს 290.000-მდე ვარ. ხო, ბადრი მალე ადის და ჯერ ბადრი აიყვანეთ და შემდეგ მეც ამიყვანეთ. ახლა კი გამოვიყენოთ ჩვენი ხერხი მეგობრებო, როგორ მუშაობს. სანამ დიდხეზე გადავალ, მე ჯერ მინდა გავტესტო კვარზე, იმიტომ რომ კვარი თან გვჭირდება. აი აქ ძირში ნახე ქიმერ და თან რთული გასაჭრელია. ეს დაიჭირება რა მქონდეს და გვჭირდება. აი ეს გაიქ. სტრაფაჭრის რა. ან მეგობრებო. ვინც არიცით ჩემი ვიდეოებიდან კვარი ზოგადად არის, ნახეთ როგორია ჯერ მაგარი საოცარი სურნელი აქვს და მე კიდე რთული გასაჭრელი, აი ნაჯახიც რო ჩაარტყა, აი სად ამას რო ჩაარტყა და სად ამას. ძალიან დიდი სხვაობაა. ანუ კაი ხერხია ეს, იმიტომ რომ მე პირადად ვიყენებ ამას რამდენიმე თვეა. ესეც დაგჭირდება დასანთებად. აი პატარა ხერხის კოლობაზე, აი სადღაც ამ ხელაზე მაინც რო გაჭრა რაღაც, ძალიან კაი რაღაც არის. და ძალიან იაფიღის ბოლო-ბოლო. ახლა კი ტემუს ნაჯახის ჯერიც დადგა. მაინტერესებს უბრალოდ წვეტი. არ ერჭობა თითქოს, ხო არ ჩერდება. მეგობრებო, აი წვეტს ხელს რო ადე ძალიან ბასრია რა. მაგრამ გამხმარი ხია რო ურტყავ, აი ესე წვერი ჩადის, აი აქამდე ჩადის. არ ჩერდება. ეს ისი აქ რა ვიზუალის თემაში. ხო და 40 წელს 100 დაამატე და კაი ნაჯახს გაყიდი. მერა ხო? აი ესეთ პატარა რაღაცის, მაგრამ ეს იცი რა თემა იქნება უფრო კაი? შენ კომპიუტერის იმასთან რა სივრცესთან. ესე რო დაკიდო. რაღაცა ჩონჩხია ხატია ქიმერთან. მაგ თემაში გამოდგება. კიდე კაი დღეს ნაჯახი წამოვიღე. თან ტემუს unboxing-ს ელოდეთ, თან კიდევ აქაც გავტესტეთ ტყეში.
ყვარი უნდა დავაპო, დღეს ვაზელინის ბურთული არ მაქვს წამოღებული. ხოლმე დასანთი და ყვარი. ცეცხლის დასანთება, ეს ყვარის მოვა აქვე მოვიპოვეთ. ასეც რამდენიმეს გავამზადებ, რომ მარტივად და ალებადი იყოს. ვაზელინის ბურთულების გარეშე ასეთ ყინვაში ყოველთვის რთულია. ოდიქიმე რასასიამოვნო მაგესისი აზრიოთ. წინა ლაშქრობაზე ბადრის დაუსველდა და ეხა ვაშრობთ, რომ კარგად გამშრალი იყოს და ეს არის ხოლმე ჩემი სტუმრების პარალონი. როგორც ხედავთ, ცეცხლიც დავანთეთ, ენერა გავთვებით ახლა და მე პირველ საჭმელსაც გავიკეთებთ დღეისათვის. მე ძალიან გამოუძინებელი ვარ, შეიძლება მეტყობა კიდევაც. ამიტომაც ენერგიები მჭირდება რა, რომ მოვიმარაგო. საღამოსთვის კიდე უკვე რაღაც საღამოსთვის. საღამოა უკვე. ამისთვის უკვე ხორცაც მოვამზადებთ რა. სპეციალურ ელექსირთან ერთად, რომელსაც ნახავთ ვიდეოში. რა უცებ გაშრა. ბიჭო, არ იყო ძალიან სველი, იმიტომ რომ ეს უკვე გავაშრეთ იმ ღამეს რა და ჯირდების ნესტი იყო. პირდაპირ ვაპირებთ, რომ კარტოფილები ჩავტოთ სეტკაში და ხო, გაშალე? შევბრაწოთ. ჩიპსები ვით გვექნება რა. ეს იქნება ტყის ჩიპსები. ხო, დავბრენდოთ, გამოუშვეთ მე. Forest chips. ბავშვობაში არ ჭამდი ხოლმე კარტოფილს. ხო, მაგმომეჩი კი. დონი ყველა ბოშს უნდება ხოლმე. და მაკარონი კიდე. მაკარონი. მაგრამ აი, დოშირაკს რო ჭამდი ხოლმე, ეგრე არ ჭამდი. ერთხელ შეიძლება მქონდეს ნაჭამი. ერთხელ მეც გავსინჯე, მაგრამ ეგრე არა, ეგრე არც მაჭმევდი. საერთოდ არ სჭამოთ. დოშირა კიდე ეგეთები მეგობრებო, ცუდია. მარტივი საწამლაოია. კი, ეგ ჭამე მარტო მყინვარწვერზე რა. ეგეთ ადგილას რო ხარ, რავი, ყველაფერი უნდა ჭამ. მე ეგრე გაზიანებსაც არ ვსვამ, მაგრამ მყინვარწვერზე კოკა-კოლას ვსვავდი, იმიტომ რომ შაქრიანია და წნევის თემაში გეხმარება. წადა მეგობრებო და დღეიდან ტყეში წამოსვლისას ჩვენი მეგზური იქნება აჯიკაია. ძალიან მაღალი ხარისხის აჯიკები აქვთ. გემრიელესია, პირველად ბადრის ვიდეოში დავაგემოვნე და იმის მერე ფანი გავხდი რა. აქვთ რამდენიმე გემოები, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ლინკი იქნება აღწერაში და დაათვალიეროთ. ანუ მართლა რამდენი გავსჯე, ყველა იყო უგემრიელესი. და დღესაც შევექცევით აჯიკაიასთან ერთად კარტოფილსაც და შემდეგ ხორცსაც. ცხელი ხოა, მაგრამ ძალიან კაია. კანიანას ჭამ? ეს კარაქიანი პური. აჯიკა და კარტოფილი ტოვებ ერთად რა. აბა გავსინჯოთ. აგრად მშიებია რა. მეგობრებო, გავაკეთე მეორე არხი ჩემს მაკასთან ლუკასთან ერთად. ვისაც არ გინახავთ, მაკაცები გვაწერია, ლინკი იქნება აღწერაში და ბოლო ვიდეო დავდეთ ვიტოვებულ აეროპორტში. შემდეგ ვიდეოში უკვე ალბათ თვის ბოლოს 24 საათი დავრჩებით იქ და გადად ძალიან საინტერესო არხია და მაგარი იქნება თან. კი, თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია შენც წამოხვიდე ვიდეოში. ამასობაში კამერაში უფრო ჩანს, მაგრამ ნელ-ნელა ბინდება. აი, ბადრის უკვე იქით დაწყებული აქვს ის მოჭრა. ესე დავსერა, რომ სეტკაზე ცოტა უკეთესად. ეხლა გვენდოვება კარგი ნაკვეშჩხალი. აჯიკაია სვანური მარილი. ხმა გაიგე? კი. დაახლოვდა იყო ძა. ზოგადად ქონდარი ხორცს განსაკუთრებულად უხდება რა. კარგ მომზარეულებმა მასწავლეს. ნახეთ მეგობრებო, რა გემრიელად გამოიყურება და ახლა გადავატრიალეთ ერთი სული გვაქვს, როდი შეიძლება რომ შევჭამოთ, თორემ გლებივით მოფშიდა უკვე. გლებივით ფშია. ხორცის არომატით და სუნით აი ამ ყველაფრისაც აქ ტრიალებს გადავახლა პურზე და რა მაგარი იქნება. აბა, ხილათ ვიყოთ. იმე დანამამაწალე უკან რო გვაქვს. სარ გადაყირავდეს. აუ რა სუნი აქ ბადრი გავაფრი. აი ასეთია, ესეთი წესით მოგწონს. კი. აბა, დადგა შამი და მომენტი. აჯიკ აგე.
შუაგულში მოაქციე. აუ, ქიმერა კაია. სასწაულია რა თუ ვაჭარბებდე. ყველაფერი როგორ მოუხდა? ვაიმე რა შეძახე. პირველ ადგილას ვაყენებ, რაც კი გავუკეთებია ერთად. მაგა ძალიან მაგარია. ურბილესი ისეთი წვნიანია რომ მთელი დაფა დაასველა და ძალიან გემრიელი. უნდაძეს ხორცია. ასე მგონია შეიძლება რესტორანში ორი გააკეთონ ესეთი. არა გამოიწოვე. ჩალაღაჯი იყო უგემრიელესი, ძალიან კმაყოფილები ვართ. დავნახდით. ახლა დავჭდებით ცეცხლად, ვილაპარაკებთ, დავიშვენებთ. ალბათ რავი ყავასაც გავუკეთებ და შევალთ დასაძინებლად. სანამ ცეცხლი გვექნება და სიტყვაზე არ მოვითენთებით, ვიქნებით აქ. აქ ყოფნა საჯობია. დაისონს ძალიან უყვარს ქიმერა. ჩაუხდა კარტაში. ვაიმე. მეგობრებო, იქით ნახეთ მე და ბატონი შევნიშნეთ. აი დათება რო არის. ცეცხლია დათებული. მენები არიან. არ ვიცით, იმიტომ რომ არც ხმა ისმის. არაფერი სრულიად სიჩუმეა. ხო, მანამდე არც მანქანის მოყოფი და არაფერი. ჩვენი ძილის დრო ნელ-ნელა მოდის. ცეცხლი ამჯერად ასე გამოიყურება. ერთად მოვაგროვებ ისე, რომ დილას ნაკვირჩხალი დახვდეს კარგად რა და მე ესე დაუბერავ და უცებ აქ ისკისდება. ხო, თორე დილას ისე ყინავს, რომ ახლანდელი ამინდი მონაგონი იქნება. ოდნავ ცეცხლს რომ მოშორდები, რა კანკალი აგიდის. ეს ნახე. არ მშორდება მოკლედ, არ მშორდება. მოვკალათ თით მეგობრებო, როგორც ხედავთ, მშვენიერი სივრცე არის. ძალიან კარგად დაგვეზინება, ასე ვფიქრობ რა. აი თავის კილმო თუ დამაძინა ხო? სითბოც არის შიგნით. ხო, ბიჭო, ისე მოსამაგრეთია. არა და ღია ქონდა კარებიც. ხო, ღია ქონდა და რავი, ხა დავხურებ თუ არა? ხურებული მოხდა. ჩვეულებრივი, როგორც ოთახის ტემპერატურა უბრალოდ გათბობა არ ქონდეთ ჩართული. რა ისეთი თემა. ახლა შევეცდებით დავიძინოთ, იმედია ღამე არაფერი გაგვაღვიძებს და არაფერი არის მეგობრებო, მგონი არავინ არ გაგვაღვიძებს ღამე. თუ რამეა დილით აგიბრუნდებით. აბაჰე. ზუსტად გავიდა სადღაც 10 წუთი და ვიღაცა ბოლო ხმაზე ყვირო და ორიდან მოგვესმა ხმა. ერთს რომ დაიწივლები რა, ეგეთი თემა იყო. რა, გინდა დაიჯერეთ, გინდა რა, მაგრამ ჩვენ რაც გავიგეთ, მაგას გეუბნებით რა. უცნაურია. რო გვიძავს კაია და რო გძინავს და ეგეთ ხმა ეგესმის მაგარი ცუდია. არ ვიცი რა აყვირებ და აზიარო, მაგრამ იმედი ამ მშვიდობა აქვს. ინამშვიდობისა მეგობრებო, გაგვითენდა. აი ისონი ვეღარ ითმეს გარეთ გასვლას. რავი რა, აი თავიდან მაგარი ვიბრძოლე, მაგრამ მე პატარა ბავშვით მეძინა. შენ იბრძოლე, ხავა, არ გძინავს. ახლა გავალთ გარეთ ცეცხლს დავანთებთ. გავთბებით და თორე მაგრაცივა რა. მე დავიძრებით სახლებისკენ. ნახეთ მეგობრებო, შეგნით ესეთი სიტუაცია იყო. კაროში. მოკინულია რა. ნახეთ. ზემოთ გადაფარებული როა, აქ კარგად არის და აქედან კაი ყინვა შემოდიოდა. ქვევით ნაწილი პატარაზე ღია როა, მაგანი მოქმედა ზუსტად. რაცივა მეგობრებო, იცით? მაგრა ყინავს. თავიდან დავანთეთ ცეცხლი. აი პატარა ნაკვერცხალი იყო დარჩენილი ძალიან რა. ისევ გავაღვივეთ. ჩავთქვებით, წავშლით კარავს, ჩვენ ნივთებს. შემდეგ დავიძრებთ უკვე სახლისკენ. ბადრი, როგორ გეძინა შენ? იდეალურად. არც გამიგვიწია ხამე ისე რომ მე ვერ დამიძინა. ასაფერ შეუწუხები ვარ. მე ალბათ ესე კარგად ტყეში არ მძინებია რა, პირველი იყო. უცებ თავი მეგონა უკვე ბოლოსკენ მეთქი სახში ვწევ ახლა და იქ მძინავს რა. ისე კარგად ვიყავ. თვალები რო გავახელე და ხელი ავყიდა, სიცივე წამოიღო, მე მივხვდი რომ სახში არ ვიყავ. დადგა მეგობრებო, ჩვენი წასვლის დრო. ავიბარგეთ, ყველაფერი ჩავალაგეთ. მართლა საღოლ ბადრის კაროს ისეთები გააკეთა ამ ყინვაში, ტემპერატურა უფრო და უფრო იმატებდა, თბილად გვეძინა რა. კაი დრო გავატარეთ, ჩვენიერი გამოსვლა იყო. გამოიწერეთ ბადრის არხი მეგობრებო, არხის ლინკი იქნება აღწერაში. 300.000 ავიყვანთ და მე შემდეგ მე ამიყვანეთ 300.000. აუ უეჭველი. ამ წელს უნდა ავიდეთ რა. უღრმესი მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, ვინც დარჩით, ვინც დაალაიქეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. მაგრად.